ეს დედამიწაა. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია. როდესაც დედამიწა ახველებს, მიწისძვრაა. როდესაც ტირის წყალდიდობაა. როდესაც სიცხე აქვს, ვულკანი იფრება. ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, მიწისძვრის, წყალდიდობის, ვულკანის შეჩერება ჩვენ არ შეგვიძლია. მაგრამ თუ გვეცოდინება ამ დროს, როგორ უნდა მოვიქცეთ, ზიანს შევამცირეთ. ზიანის შესამცირებლად მოქცევის წესები უნდა ვიცოდეთ ხანძრის დროს. 1 2 3 სახანძრო სამაშველო გისმენთ, მიიღო 40-მა, გადის 45. აი, ასე სწრაფად რეაგირებენ მეხანძრები მაშინ, როდესაც სახანძროში განგაში ზარი შემოდის. მოკლედ, მეხანძრეები აღჭურვას 19 წამი ანდომებენ. მე ეს არ გამომივიდა, მაგრამ თავარია რომ ბიჭებმა უკვე ჩაიცვეს. წავედით. მე გიოვარ და თქვენთან ერთად ვარკვევ იმას, თუ როგორ ვიქცევით ხანძრის დროს. თუმცა მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს ერთი ჩვეულებრივი სახლია ერთ ჩვეულებრივ ქალაქში. პირველ სართულზე სანდრო ცხოვრობს. სანდრო 5 წლისაა და ბაღში დადის. სანდროს ძალიან უყვარს ქალბატონი ნანულის სახლის ფანჯრიდან გამოსული ორცხობილას სუნი. ქალბატონი ნანული 37 წლისაა და ის კონდიტერია. ეს ბატონი ანზორია, იგი მძღოლია და ქალბატონი ნანულის საკონდიტეროს ფქვილით ამარაგებს. მარი მეოთხე სართულზე ცხოვრობს. იგი 13 წლისაა და სკოლაში დადის. მას არ უყვარს ტკბილეულობა, მაგრამ ძალიან უყვარს ლილეს ფანჯრებიდან გამოსული მუსიკის ხმა. ლილე 8 წლისაა და მუსიკოსია, ვიოლინოზე უკრავს. მართალია, ყველა ეს ადამიანი სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა პროფესიისაა, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა მათგანმა იცოდეს, თუ როგორ დაიცვას თავი ხანძრისგან. დაიმახსოვრეთ, ხანძრისას პირზე აიფარეთ სველი ნაჭერი, იმისთვის, რომ აირიდოთ კვამლით ფილტვის დაზიანება. ხანძრის დროს, მაშინ როცა სახლში ხარ ან სხვა შენობაში, არ გააღო ფანჯარა. თუ მოახერხეთ, შეგიძლია ფანჯარასთან მიხვიდე, კვეთრი ფერის საგანი ან ხელი დაიქნიო და ასე მიიქციო ყურადღება. მოგესალმებით! გამარჯობა! 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 მოგესალმებით! გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, ძვირფასო მშობლებო, სტუმრებო. გამარჯობა საყვარელო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კატასტროფაზე, რომელსაც ხანძარი ეწოდება. ალბათ ყველას გაგიგიათ. ია! სად გაიგეთ? ბაღში, სკოლაში? შენ საცალო? ბაღში დადიხარ თუ სკოლაში? და სკოლაში გასწავლეს უსაფრთხოების წესები. ძალიან კარგი. მოკლედ, თუ გაიგონებთ შეძახილს. ხანძარია! ან დაინახავთ რომ ცეცხლია, ვიღებთ ტელეფონს და ვრეკავთ უსაფრთხოების სამსახურში ნომერზე 112. მოდი, ყველამ კარგად დავიმახსოვროთ. 112. ესე იგი, ერთიანი და ორიანი. 1 1 2 112. განგაშია, განგაში. ხანძარია სახლში. რა ნომერზე დავრეკოთ? მეხანძრეთა რაზმში. პასუხია სწორი 1 1 2. ახლა მე მინდა სცენაზე მოუხმო ჩემს დამხმარეებს. გთხოვთ, სად ახართ ბავშვებო? თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით. მოდით. წარმოედგინოთ რომ ვითომ მართლა ტყეში ვართ. ესე იგი დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ხანძარზე. ხო, კატასტროფაზე, რომელსაც ხანძარი ეწოდება. და იცით ხანძარი როდი შეიძლება გაჩნდეს? ხანძარი შეიძლება გაჩნდეს ტყეებსა და ტორფნარში. მაშინ, როცა გვალვიანი ამინდებია. ანუ, როცა ძალიან ცხელა და არ წვიმს. ხანძარი ასევე შეიძლება გაჩნდეს ჭექაქუხილის დროს. ხო გაგიგია ჭექაქუხილი? მერე წვიმა მოყვება, რა თქმა უნდა და ელბა, მაგრამ როგორი გრუხუნია? და რაც თავარია, ხანძარი შეიძლება გაჩნდეს გაუფრთხილებლობის გამო. ანუ იქ სადაც დავანთებთ ცეცხლს, არ უნდა დავტოვოთ ანთებები. გასაგებია?
აი ბავშვებო მგონი კაი რამე ვიპოვე აბა წავედით თქვენ გილჩები მოაგროვეთ აი მე მგონი ეს კარგი ადგილია მოიცა ხო კარგი ადგილია აი დავანთო ცეცხლი ხო რატო ახლა ეს კარგი ადგილი შეხედეთ ჯერ ერთი ბალახები არ აქვს ახლოში და ხეებიდანაც კარგად მოშორებულია რომ რამე საფრთხე არ დაგვიმოქროს ახლა რასაც ვიპოვეთ ყველაფერი მოვიტანოთ ცეცხლის დასანთებად ძირითადად რომ იყოს გამომშრალი აბა ვცადოთ ახლა და დავანთოთ. დავიდე ბავშვი. ბურთი. დაიმახსოვრეთ, ცეცხლი ანთებული. არასოდეს არ დატოვოთ. ვის უყვარს პიკნიკზე სიარული? მე ძალიან ხშირად დავდივარ ხოლმე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ცეცხლსაც ვანთებთ. ოღონდ ყოველთვის ვიცავთ უსაფრთხოების წესებს. აი თუ რა წესებზეა საუბარი, ამას ახლავე აგიხსნით. მანამდე დამხმარეები დამჭირდება. მოგბძანდით. გოგოებო და ბიჭებო, აუცილებელია პიკნიკზე, როდესაც ცეცხლს დავანთებთ, დავიცვათ უსაფრთხოების წესები და უსაფრთხოების წესები რა არის? წამოსვლის დროს, ან მაშინ როცა აღარ დაგჭირდება ცეცხლი, უნდა ჩავაკროთ ბოლომდე. ეს შეიძლება მოხდეს წყლით, შეიძლება მივაყაროთ მიწა, ქვიშა, ან ფეხებით ესე დავტკეპნოთ, რომ დავრწმუნდებით ცეცხლი ჩაქრა. მაშინ შეგვიძლია წელში გამართული თამამად დავუბრუნდეთ შინ ქალაქში. გასაგებია? აბა, ვითომ ეხლა ვაკრობთ ცეცხლს, ხო? შეგვიძლია მიწაც მივაყაროთ, რაც მოგვეპოვება, მივაყაროთ, შეიძლება ყურებიც მივაყაროთ. ბავშვებო, თუ გვინდა რომ დავანთოთ ცეცხლი, პირველ რიგში უნდა გქონდეს მომზადებული წყალი, რომ დანთებული ცეცხლი მერე ჩავაკროთ. ხო გახსოვთ? არასოდეს არ ტოვებთ ცეცხლს ანთებულს. და რა თავარია, ცეცხლი უნდა დავანთოთ ხეებიდან და ბუჩქებიდან მოშორებით, ხო? მგონი ეს წესები ადვილად დასამახსოვრებელია ნებისმიერი ასაკის და ნებისმიერი სქესის ადამიანისთვის. ხო, და ყველაზე მთავარი, ცეცხლს დავანთებთ, თან აუცილებლად უნდა ვიქონიათ ცეცხლმაქრი. ხო იცით რა არის ცეცხლმაქრი? იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ხანძარი, სახლთან ახლოს ხეებზე, ყველა ტოტი 3 მეტრის სიმაღლეზე უნდა გავსხლათ. მოგიცადეთ, გადავითვალოთ ხიდან 3 მეტრი, 1. მომეხმარეთ, დავითვალოთ. 2, 2-ზე ვარ უკვე და 3. აბა მოდი შევამოწმოთ. 1, მომეხმარეთ. 2, 3. აჰა, არის თუ არა 3? მე რაღაცა ეჭვის თვალით მიყურებთ. გადაამოწმებ? მოდი აბა. 1, 2, 3. დიდი მადლობა. მე მგონი დარწმუნდი რომ ნამდვილად 3 მეტრი იყო. სეკატორით ტოტების გასვლას რაც შეეხება, ეს მშობლებმა უნდა დაიმახსოვროთ ძალიან კარგად. იძლევით პირობას რომ დაიმახსოვრეთ? მაშინ ბავშვებმა აპლოდისმენტებით გავამხნევოთ. მეორე, გავასუფთავოთ ნარგავები ხავსისგან და გამოფიტული გამხმარი ნაწილებისგან. და მესამე, აუცილებელია სახლთან ახლოს გავასუფთავოთ და გავწმინდოთ არხები და ორმოები ფოთლებისგან, ტოტებისგან და წიწვებისგან. ბავშვებო, წარმოვიდგინეთ რომ ველურ ბუნებაში ხანძარია, რას ვაკეთებთ? პირველი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, არ უნდა წავიდეთ გზიდან შორს და განაკაფი ზოლიდან, რომ ერთმანეთი არ დავკარგოთ. რადგანაც ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ხო და ჩვენ ერთ გუნდს აუცილებლად უნდა გქონდეს საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნებისმიერ დროს. ლაშქრობაში ვართ, სასეირნოდ, თუნდაც პიკნიკზე. გასაგებია? დიახ.
ხანძრის დროს. მაშინ, როდესაც ვართ გარეთ ველურ ბუნებაში წყალთან ახლოს. რას ვაკეთებთ? დავასრულოთ წა. ესე იგი, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ველურ ბუნებაში ვართ და დავწვეთ ძირს. აბა, მომბაძეთ. აი, ასე უნდა ვიწვეთ ველურ ბუნებაში ხანძრის დროს და ახლოს არ უნდა იყოს არც ხე, არც ბუჩქი. მაგრამ მაშინ, როდესაც წყალი არ არის, რა შეიძლება გამოვიყენოთ? აბა, ვიღაც ფიქრობს? მაშინ მე შემიძლია გაჩვენოთ. ქვიშა, მართალია, დამელოდეთ. ესეც ქვიშა. არა, ამ შემთხვევაში არ დაგაყრეთ. სადაც ხანძარია და წყალი არ არის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვიშა. გაიმეორე, რა შეგვიძლია გამოვიყენოთ? ქვიშა. და ასევე აუცილებელია ვიქონიოთ ცეცხლმაგ, რომლითაც ჩავაქრობთ ხანძარს, ხო? ახლავე გაჩვენებთ. დამელოდეთ. აი, გოგოებო და ბიჭებო, ეს არის ცეცხლმაგ. ხომ არ გამოვიყენოთ? ქარის დროს გვალვიან ამინჩი შეიძლება დაიწას არა მარტო მიწის ზედა ნაწილი, არამედ ხეებიც. განსაკუთრებით წიწვოვანი. აი. გოგოებო და ბიჭებო, ხანძრის დროს აუცილებელია ვისუნთქოთ მიწისპირა ჰაერით. ანუ კვამლი რჩება ზევით, დაბლა კი შედარებით სუფთა ჰაერია. ასევე უნდა გამოვიყენოთ დოლბანდი, ან რაც კი მოგვხვდება ხელში, რომ ავიფაროთ და არ დავიზიანოთ ფილტვები სუნთქვის დროს. გავიგე? ესე გავშალეთ, ვითომ ხანძარია და აიფარეთ ესე და აი ესე უნდა ვისუნთქვეთ, ხო? რომ შედარებით სუფთა ჰაერი მოხვდეს ფილტვებში, რომ არ დაგვიზიანდეს. გასაგებია, დაიმახსოვრეთ, სხვებსაც ხო ეთქვით, როგორ უნდა გამოიქცეთ. მაშინ როცა ველურ ბუნებაში ვარ და ხანძარია. ძალიან კარგი. მაშინ დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ დახმარებისთვის. ახლა გავარკვიოთ თუ როგორ უნდა ჩავაქროთ დაბალი ცეცხლი. ან აი შენ გამომართვი. ეს შენ წყალი. აბა, დაარტყი ტოტი, დაარტყი. შენ წყალი მოასხი. დაიმახსოვრეთ. ტორფის ხანძარს გადათხრით და წყლის დასხმით ვაქრობთ. როგორ ავიშოროთ ხანძარი თავიდან? გინდათ ამაზე ვისაუბროთ? და გაინტერესებთ ვინ გვაგებინებს ყველაზე პირველად მოახლოებული ხანძრის შესახებ? ანუ ვინ გვაგებინებს? გამოფხიზნდი, ხანძარია. აი ეს ხელსაწყო, კვამლის დეტექტორი. აუცილებელია რომ ეს ხელსაწყო ყველა სახლში იყოს. მოდი ხა პირობა დადეთ რომ სახლში რომ დაბრუნდებით, გადაამოწმებთ არის თუ არა ეს ხელსაწყო და თუ არ არის, მშობლებს შეახსენებთ რომ აუცილებლად შეიძინოთ. დებთ პირობას? ეს სათადარიგო გასასვლელია ხანძრის დროს. ამ გასასვლელთან ეს კორიდორი მიგვიყვანს. შეიმუშავეთ ევაკუაციის გეგმა ხანძრის დროს სახლიდან გასასვლელად. ეს აუცილებელი. შენც უნდა გქონდეს შენი გეგმა. ხანძრის დროს დაუშვებელია საწოლის ქვეშ, კარადაში და სათავსოში დამალვა. პირველ რიგში დატოვეთ ბინა. ახლა წარმოიდგინე რომ მეგობართან ერთად ცეცხლთან დგახარ. და მეგობარს შარვლის ტოტზე ცეცხლი წაეკიდა, რომელიც ნელ-ნელა ქურთუკისკენ ადის. რას ვაკეთებთ ამ დროს? სავარაუდოდ, მეგობარი პანიკაშია და სირბილს იწყებს. სირბილი და პანიკა საქმეს ვერ უშველის. საქმეს უშველის აი რა, პირველ რიგში მეგობარი დააგდეთ ძირს იატაკზე ან მიწაზე და აგორავეთ. თუ ახლო-მახლო მოიპოვება სქელი ქსოვილი, გადააფარეთ. უმჯობესია ქსოვილი სველი იყოს. ალბათ გაინტერესებთ რა უნდა ვიქონიოთ სახლში ხანძრის დროს. ახლა თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით ჩემ დამხმარეს ვთხოვ, ურიკა შემოიტანოს. მადლობა, გამარჯობა. მაშასე, აბა ყურადღებით. პირველ რიგში აუცილებელია წყალი. რა უნდა ვიქონიოთ პირველ რიგში? წყალი. სწორია. სადაც წყალი, იქაც საკვები, კონსერვის სახით. რა უნდა ვიქონიოთ საკვებად? კონსერვი. სადაც კონსერვი, იქაც გასახსნელი. მართალია. უნდა ვიქონიოთ ელემენტებზე მომუშავე ფანარი. ასევე უნდა ვიქონიოთ სათადარიგო ელემენტები, ხო, ფანარისთვის. უნდა ვიქონიოთ აუცილებლად მედიკამენტები,
პირველადი მოხმარების, რომელიც შეიძლება დამჭირდეს. და უნდა ვიქონიოთ საკრედიტო ბარათი. ამასთან დამატებით უნდა გქონდეს საბუთები და ნაღდი ფული. რა იცი რა ხდება? წყალი, ორწყობი, რადიო, ან არის ელემენტები, სასტოენი და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები. წარმოიდგინე რომ ხანძარია. როგორ ვიქცევით ამ დროს? პირველ რიგში ვეძებთ სრულწლოვან პირს, დედას, მამას, უფროს დას, უფროს ძმას, ბებიას, ბაბუას ან მეზობელს. და თუ ვერავინ ნახეთ, სწრაფად ვიღებთ ტელეფონს და ვრეკავთ 112-ზე. ხო. მოусმენ? გაინტერესებთ ის ველაპარაკები? საკონტაქტო პირს. ვერ გაიგე, ხო? ვერ ჩენ მარიკუნა? მოკლედ, ეს არის მეგობარი, რომელიც დამთანხმდა იყოს ჩემი დამხმარე. ანუ ხანძრის დროს ჩვენ სახლში ვართ თუ ველურ ბუნებაში, ჩვენ დახმარება გვჭირდება, ხო მართალია? ამიტომ ეს არის მეგობარი, რომელიც იქნება სულ კონტაქტზე. გასაგებია? არის. ვიქნები შენი საკონტაქტო პირი. ოღონდ შენ ჩემი საკონტაქტო პირი იყავი, ხო? მე თუ დახმარება დამჭირდება. კარგი? შევთანხმდით. მარიკუნა, შენ დაგვეხმარები? კარგი, მომეც შენი ძირფასი ხელი. ეს ერთი ჩვეულებრივი სახლია ერთ ჩვეულებრივ ქალაქში. ამ სახლში სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები ცხოვრობენ. მათ ერთმანეთთან ის სახლი აერთიანებთ, რომელშიც ცხოვრობენ. და ახლა უკვე იციან, თუ როგორ დაიცვან თავიანთი სახლი კატასტროფისგან, რომელსაც ხანძარი ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თუ უფრო მეტი გვეცოდინება სახანძრო უსაფრთხოების წესებს, უფრო მეტად შევძლებთ დასახმარებლად მოსულ მეხანძრე მაშველების დახმარებას ჩვენი და ჩვენი ახლობლების გადარჩენაში. დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მეტი იცით, უფრო მეტად ხართ დაცული კატასტროფისგან. ბავშვებო, თქვენს ხომ გიტარდებათ ასეთი სიმულაციური ვარჯიშები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში? კი რაიმე სახიფათო მოხდება, აუცილებლად დარეკეთ სახლის ან მობილური ტელეფონიდან 112-ზე და მე თქვენთან გავჩნდები.